ხოხბა 9 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და კრივი. ამ ორიდან უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ხშირ, როცა ვიყავი 3 წლის. 6 წლის რომ გავხდე, შევედი ხატვის წრეზე. რაღაცები ვისწავლე და 2 წლის მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ კრივზე შევედი და დრო აღარ მქონდა. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლებს, ადამიანებს და მანქანებს. ყველაზე ძნელია ადამიანის სახის დახატვა. ყველაზე ადვილია ადამიანის სხეულის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ მუქი ფერია და ნახატებს აფუძებს. ხატვაში ყველაზე რთულია ფერების შერჩევა. ხატვაში ვარ ნიჭიერი და მაქვს კარგი მონაცემები. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 15 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემი სახლი უფრო ლამაზი გავხატო. სიამოვნებით მომაწყობდი ჩემი ნახატების გამოფენას. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს და კლასელებს. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ პაატა ბიძიას. მე ერთხელ მქონდა გამოფენა და მაგ გამოფენაზე გავყიდე ნახატები. ეს გამოფენა იყო სამხატვრო სკოლაში. ძალიან კარგი შეგრძნება იყო ჩემს ნახატებს რომ ავთვალიერებდი. მე მინდა ჩემი ნახატები ღირდეს 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს ხარჯავ საჭმელებში. ჩემი საყვარელი საჭმელია სუპი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტი ფული მქონია 700 ლარი. ეს ფული დავხარჯავ ბუცებში, სპორტული დასაცმელებისთვის და დანარჩენი სახლისთვის ვიყიდე რაღაცები. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, ვიყიდი სახლს, მანქანას, ვიყიდი საჭმელებს, მამიკოს ვიყიდი მანქანას, დედიკოს ოქროს ყელსებამს, ჩემ ძმას PlayStation. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ძმა და ბებო. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 7 წლის და ქვია შიო. ის არის მხიარული ცელქი ბრაზიანი მავნი. ჩემი აზრით შიო რომ გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის ჩემსავე სიმპათიური, შრომელი და ბიჭითი. დედიკო არის ლამაზი, ფოტოების მოყვარული და თბილი და სულ მეხუტება. ბები არის საჭმელებს აკეთებს ხშირად, დილას გვახვედრებს საჭმელებს. კიდე თუ მოგვინდება საჭმელი, გვიკეთებს. საჭმლების კეთება უყვარს. ფული რომ ექნება, ბებიას გავუხსნი მის რესტორანს. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ სიმაღლეში უფრო დიდი ვიქნები. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს და მიყვარს მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი ცხოიძე. ყველაზე ჭკვიანია ასადი გორგაძე. ყველაზე მშვიდია დეა. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. საყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ გოგოები მაბრაზები. ცოლად რომ მოიყვან, ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და მართას. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია უსუდან კოკლადაძე. იმიტომ რომ მშვიდია, არ ბრაზდება და უყვარს ბავშვები. მე ასევე მიყვარს კრივი და დავდივარ კრივის წრეზე. იმიტომ მომდა შესლა რომ ჩემი ძმა შედიოდა და მინდოდა რომ ძლიერი გამხდარიყო. ახლა ვატყობ რომ უკვე ვარ ძალიან ძლიერი. კრივი გამომადგა რაღაცების გაკეთებაში. მაგალითად ფეხბურთს უფრო ძლიერად ვთამაშობ. ერთხელ მქონდა შეჯიბრება, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო არ წავედი. მე მინდა გავხდე ბათუმის ჩემპიონი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბულერ-ბულიერი ბავშვები. მე ასევე მიყვარს ანიმეების ყურება. ჩემი საყვარელი ანიმეა ლურჯი საკეტი. მე ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ნარუტო. კიდე ჩემში ჯგუფში უცნებობდი სპაიდერმენობას. ჯადოსნური ოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი აბუ-დაბუში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტყობ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ილია თოფურია. ბედნიერება არის, რაც ჩემი დედა ბევრ ხანს იცოცხლებს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.